გიორგი ჟორდანიას დაახლოებით 20 წელიწადია ვიცნობ. მე ვთვლი რომ ის დღევანდელ დღეს ერთ-ერთი წამყვანი დირიჟორია საქართველოში. მე ვერაფრით ვერ დავიჯერებ რომ ნორმალური ასე ვთქვათ პროფესიონალი იქნება ეს მომღერალი იქნება ეს ორკესტრანტი გამოვიდეს სახალხოს და იძახოს გიორგის შესახებ რომ ის არის არაპროფესიონალიზმი ის არის არაპროფესიონალი რომ ის არის გაუნათლებელი საქმეში ჩაუხედავი და ასეთი ეპითეტებით შეამკოს საქმე გვაქვს სხვა რაღაცასთან იმიტომ რომ აქ ალბათ რაღაც ისეთი პრინციპული მიუღებლობა ჰქონდა ადგილი და რაღაც სხვა საკითხებისადმი იყო რაღაც ალბათ გადახრილი ამ ხალხის გონება რომ ძნელია გიორგის დააბრალოს ეს რაღაცები მით უმეტეს მე მომსწრევარ მისი მრავალი კონცერტისა როგორც სიმფონიურ კონკრეტულად მხოლოდ სიმფონიურ დარგში ასევე საოპერო დადგმების თვალსაზრისით და რასთან არის პრეტენზია ჩემთვის ცოტა გაუგებარია ჩემთვის ყველაზე პიკი ასე ვთქვათ გიორგის პროფესიონალიზმის და არა მარტო გიორგის ზოგადად ქართული სადირიჟორო ქართული დირიჟორობისადმი ძალიან ცუდი დამოკიდებულების ეს იყო ბატონი ჯანლუკას სიტყვები რომელიც მან წარმოთქვა სამინისტროში და იმ წამსვე გაავრცელეს ტელევიზიით როდესაც იგი შეეხო გიორგის კონცერტს ვაგნერის კონცერტს და რომლის ჩანაწერითაც დაემუქრა ის კულტურის სამინისტროს და იმდენად გაუგნებული ვიყავი იმიტომ რომ მე დამყოფი ვარ ამ კონცერტზე და ერთ-ერთი საუკეთესო კონცერტი იყო ეს რაც შეეხება ვაგნერის მუსიკას საქართველოში მე იმ წამს გამიჩნდა ჩემთვის ესეთი შეგრძნება რომ დაუკავშირდეს ეს ხალხი BBC-ს თუ სხვადასხვა კომპანიებს იმიტომ რომ მე მინდოდა შემდეგ მათი აზრი გამეგო რეალურად რა სიტყვდნენ ისინი ამ კონცერტზე თვალყურს ვადევნებდი ამ ინფორმაციას და მინდოდა სადმე მაინც იქნებ ვიღაცას გამორჩა მეთქი ვიღაცას ბოლომდე არ ქონდა ტექსტი სრულად და მაგრამ როგორც ოფიციალურად უკვე წავიკითხე რომ 17 ადამიანში მხოლოდ და მხოლოდ აისი არის ფორმირებული სამხატვრო საბჭო და პლუს ერთადერთი ხელმძღვანელი ორგანო სამხატვრო ხელმძღვანელის სახით არ ვიცი ეს რომელ ქვეყნის პრაქტიკასთან გვაქვს საქმე რომელი ნორმალური დიდი ასე ვთქვათ საოპერო თუ რომელი თეატრისთან არის ეს გადმოღებული არ ვიცი მე ეჭვმეპარება რომ ესეთი რამე სადმე იყოს როდესაც არც ერთი წამყვანი რგოლი არ არის ხელმძღვანელის სახით წარმოდგენილი. მე ვფიქრობ, რომ ეს არის პრობლემა, ვინაიდან ჩვენს არ ვიცი, რომელ რეალობაში უნდა იყოს ისეთი თანხმედრა აი ამ მრავალი სფეროს წარმოადგენლებისა, რომ თეატრის წინსვლა იყოს გარანტირებული.